უკრავ. რაჭუს უკრავ. ადა სალვაგარეთი რა ჩაპოჩკალა. რა, მოდი რა კარგა გასაზე უკრავი. მოდი ყურე ვარდი. მოდი პუშკიშოს. მოდი არო. ვაი, თორმაგერე მეუწიეთ მაგათი დედაგი მაგათი. როგორ შენ? როწავნა სადღაცი ბანკეტი ექნება, რამე ექნება სადღაცი უფრო მეც გააკეთებენ. უფრო მეც გააკეთებენ. მოდი შენ და აი აფრიალებენ იმ კაბა და მიდი და უგრახო. ნორმალური ვიდეოა, ჩემი აზრით, რა ვიცი, ადამიანებს მოწონთ და აკეთებენ იმას. ფიქრობ, თუ არ არის გამოგონილი. ტიპი ტამტამზეც მაგრად უკრავს, ტრაკებზე თქო საკაიფოდ. რა უნდა ვთქვა, ახალია, რა ვიცი, ბევრი ადამიანი ამას სულად გაიგებს, განსაკუთრებით ამ რაც ძველი თაობაა, ის განსაკუთრებით, რომ ეს უზრუნველობა და რაღაც სიბილწეთ ჩათვლიან, მაგრამ თუ რაღაც ისე თვალით შევხედავთ, რაღაც შემოქმედების თვალით, ნორმალურად უკრავს. ჩემთვის არ არის პრობლემა არანაირად. მიუღებელი არა. მაგრამ ალბათ უფროსებისთვის და ჩვენი ოჯახის წევრებისთვის მიუღებელი. შენ ეს ფიქრობ? ხო, მე საქართველოსთვის ცოტა ზედმეტია. როგორც ხედავ, რომ ხალი იყო თვითონ წაპოზური, როდესაც უკრავდნენ მის უკანაზე და თუ ფიქრობდა ის ხალი რომ არ იღებოდა მისი უფლებები, ახლა მე რატომ უნდა ვთქვა რომ დაიღო? თავისი არჩევანი იყო, ხო? ჩვენ როცა კავკასიელები ვართ, საქართველოს ვართ, ხო? ეს არის სულ სხვა საზოგადოება ჩემის აზრით. მსგავსი ვიდეოები მიუღებელია ჩვენი საზოგადოებისთვის. ასეც უნდა ვიტყვი, რომ ჩვენ გვაქვს რაღაც საუკუნოვანი ისტორია. შეიძლება ეხლა აი მას უყურონ და ოროლმა ბავშვმა გაატიკებდნენ და ერთმანეთს ებრძოლდნენ. დიახ, აგის ბიჭები, ეს შეიძლება. ვაი. ეგ არ არის გასართები. კომპიუტერში ახლა ბავშვები ყველა ვერ შედის, მაგრამ ტელევიზიას იშვიათი ბავშვი არ უყურებს.